რით ვერ ვისწავლე ჩემი მიწის მოვლა. დავიღალე რა. წვალობ, შრომობ და მაინც უშედეგოთ. მიღადავები? ასე არაფერი არ გამოვა. შენ ალბათ კულტი შეგება არ გაგიგია, ხო? აგერ ნახე ძმაო. მაგრამ მოდი დავსერიოზულოთ. საქართველოში რანუგლესა თუ მიწის ფლობასაც ხევს გავსი პრობლემა, ხოლმე იმიტომ რომ საჭირო ხელსაწყოა აქვს. ხელსაწყო რომელსაც Cultive AI ქვია. Cultive AI პლატფორმაა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ გეხმარება მიწის სრულფასოვან გამოყენებაში. ყველაფერი იწყება რეგისტრაციით, როგორც მიწის მფლობელი ან ფერმერი. შეცვლისთანავე AI ასისტენტი ჩნდება შენს გვერდით. ის მორგებულია სწორედ სოფლის მეურნეობის საჭიროებებზე და გეხმარება თითოეულ ეტაპზე. მფლობელი ამატებს საკუთარ მიწას და მიუთითებს ძირითად მონაცემებს. AI ასისტენტი ავტომატურად აანალიზებს ამ ინფორმაციას და ქმნის მიწის პროფილს. გირჩევს რა კულტურაა შესაბერისი, როდის ჯობს დათესვა და როგორ დაგეგმა მოსავალი ამინდის მონაცემებთან სინქრონულად. ფერმერებისთვის სისტემა მუშაობს იმავე პრინციპით, თუმცა დამატებით ხელმისაწვდომია ღილაკი შემოთავაზებული ჩემთვის. ეს ღილაკი იყენებს ფილტრაციის მექანიზმს, რომელიც აერთიანებს შენს გამოცდილებას, მდებარეობას და სამუშაოს ტიპს. და გთავაზობს შესაბამის განცხადებებს იმ ტერიტორიებზე, სადაც შენი ცოდნა ყველაზე საჭიროა. საჭიროების შემთხვევაში ფერმერებთან დაკავშირებაშიც AI ასისტენტი გვეხმარება. გთავაზობს ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს და აგრეთვე აკონტროლებს პროცესს. Cultive AI აგებულია მოქნილ AI არქიტექტურაზე, სადაც სისტემური პრომპტები იმართება არა კოდიდან, არამედ მონაცემთა ბაზიდან, რაც უზრუნველყოფს დინამიკურ ლოგიკის ცვლილებას რეალურ დროში, მული deploy time-ით. ძირითადად გამოიყენება PG-vector სემანტიკური ძიებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს მოდელს იპოვოს შინაარსობრივად დაკავშირებული ობიექტები სიტყვების ზუსტი დამთხოვის გარეშე. Cultive AI-ს გააჩნია tool calling მოდული, რომელიც მას აქტიურ აგენტად აქცევს, შეუძლია შეასრულოს ოპერაციები სისტემაში პირდაპირ ჩატის ინტერფეისიდან. სისტემა მუშაობს Superbase Edge Functions-ზე, რაც უზრუნველყოფს სწრაფ რეაგირებას, სკალირებადობას და event-driven არქიტექტურას. AI ითვალისწინებს რეალურ დროში ამინდისა და ნიადაგის მონაცემებს. ის შედეგად რეკომენდაციები ხდება კონტექსტუალურად ზუსტი და პრაქტიკული. ყველა ინტერფეისური ინტერაქცია ლოგდება და სტრუქტურირდება fine-tuning ready ფორმატში, enabling მომავალში მოდელის დახვეწას ქართულ აგრარულ კონტექსტზე.